დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებმა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებიდან საინტერესო ფრაგმენტების სცენაზე გააცოცხლეს. საბავშვო სპექტაკლზე ბათუმის მეხუთე და მეორე საჯარო სკოლის ახსაზრდელები მაისიდან მუშაობდნენ. ღონისძიების ორგანიზატორებმა დღეს კიდევ ერთხელ სცადეს საზოგადოებისათვის ინკლუზიური მოზარდების პრობლემები შეეხსენებინათ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული მიკროავტობუსების შეძენას ან არსებული შეკეთებას თხოვენ, რომლის გარეშეც ისინი სასწავლო დაწესებულებაში სიარულს ვერ ახერხებენ. სპექტაკლზე მომუშავე გუნდის წევრები აცხადებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს განსაკუთრებით ესაჭიროება თანატოლებთან კონტაქტი და ყურადღების ცენტრში ყოფნა. მსგავსი ღონისძიებები კი მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას უწყობს ხელს. მომუშავე პერსონალი არის ძალიან მოტივირებული, ძალიან ცდილობენ ყოველთვის, რომ აი ბავშვების მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინონ. პირადად მე დიდ მადლობას ვუხდით ჩემს კოლექტივს აი ესეთი გულისხმერებისათვის, იმიტომ რომ ამ ბავშვებთან ვერ დარჩება ადამიანი, ვისაც თქვათ არ შეუძლია გულთან მიიტანოს მათი აი განსაკუთრებული საჭიროება და არ მოემსახუროს მათ. ამ ბედნიერების უკან იმალება ბევრი პრობლემები, რაც ამ ბავშვებს დაუგროვდათ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ავტობუსი, რომლებიც მათ სპეციალურად მათთვისაა, რომლებსაც დაყავს ეს ბავშვები სკოლაში და სამწუხაროდ ეს ავტობუსი არის გაფუჭებული, ხშირად ფუჭდება და ფაქტურად ეს ბავშვები ვერ მიდიან სკოლაში და ეს არის უდიდესი პრობლემა ამ მათთვის. და კი ხედავთ დღეს მათ ბედნიერ სახეებს და ეს ბედნიერი სახეები ერთად უნდა შევქმნათ ჩვენ. დიდი ხანი მემზადებოდი, იმიტომ რომ მე ვხსნიდი ამ ღონისძიებას და მოხარული ვარ, რომ ამდენი მომზადების მერე ამ სტუმრებმა რომ ტაში დამიკრეს და ის ლამაზი დღე რომ ვაჩუქეთ ამ სტუმრებს.